არის ის საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებული საქართველოს პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი ქვაკუთხედია და ბატონ თენგისთან ერთად ჩვენ ამაზე შევჩერდებით და ვიტყვით იმ პერსპექტივაზე რატომ და რისთვის აქვს ამას დიდი მნიშვნელობა რომ ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ და გამოვიყენოთ ის რაც დადებითია და რაც ძალიან დიდი მნიშვნელობის არის საქართველოს მომავლისათვის. ორი სიტყვით სანამ ამ თემაზე გადავიდოდეთ საერთო რაკურსი რაც განაპირობებს დღევანდელ ვითარებას ბოლო კვირის მოვლენებს იცვლება ელვისებურად პროცესები მათ შორის ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ირანში ტრამპის ესეთი ეკლექტური შეიძლება ითქვას პოლიტიკა როდესაც მან ზურგი აქცია ევროპის უკრაინის და 57 თითქმის ქვეყნის ერთობას რომელსაც რამშტეინის პროცესი ერქვა და საიდანაც ფაქტიურად გვერდზე გადრა ამერიკა სამწუხაროდ და მიიღო შესაბამისი შედეგი. ამერიკა რჩება მარტო ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამ პროცესში მათ შორის მას აქვს მუდმივი დავები ნატოსთანაც სერიოზული შენიშვნები მაგრამ ეს ყველაფერი განპირობებულია იმით რომ ყველა პროცესში ტრამპის განცხადებები ეს ასე ჟღერს ძალიან ეს ადამიანურ ენაზე რო ვთქვათ რომ მე ყველაფერი ვიცი მე ნატო არ მჭირდება მე ევროპა არ მჭირდება მე უკრაინა არ მჭირდება მისი დახმარება მე არავინ არ მჭირდება მე ასე ვთქვათ ერთ ადგილზე უნდა მაკოცოს ყველამ მაპატიებთ ეს ჩემი სიტყვები არ არის ეს არის ტრამპის სიტყვები ეს ყველაფერი ბოლოს მოიხარშა ასე ვთქვათ იმ ერთ ძალიან დიდ მოვლენაში რასაც ერთთვიანი ომი ქვია ირანში და რამაც ის შედეგი არ მოიტანა რასაც ტრამპი ელოდა ანუ დაბომბებით მარტო ეს ის ყველა სპეციალისტმა ვინც საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს არ მიიღწევა შედეგი ჩვენ საუბრობდით სახმელეთო ოპერაციაზე სახმელეთო ოპერაციის გარეშე იმხელა სახელმწიფო როგორც არის ირანი უზარმაზარი ტერიტორიით 95 მილიონიანი მოსახლეობით ვერ ეს არ არის ვენესუელა და აქ ვერ მიიღწევა ის შედეგი რა შედეგიც თუნდაც კარაკაში დადგა სპეც ოპერაციის შემდეგ დღეს ჩვენ ამას უყურებთ დღეს უყურებთ იმას რომ რუსეთიც ჩინეთიც ხო ბატონო თენგის გადგა გვერდზე არ მონაწილეობენ ამ პროცესებში რუსეთიც ცდილობს რაღაც ურთიერთობების გაუმჯობესებას თუ აღდგენას ამერიკასთან კონკრეტულად ტრამპთან და ესეც სასოდავი სანახაობაა მინდა ვთქვა გროტესკული დი ახლა რუსეთის რაღაც დელეგაციის ოთხკაციანი და მათ შორის იყო მოლოტოვის სტალინის ცნობილი საგარეო საქმეთა მინისტრი შვილიშვილი ნიკონოვი ვიაჩესლავი იბაბუას სახელი ქვია ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ხელმძღვანელი იყო ამ ოთხკაციანი დელეგაციით ჩადის კაპიტოლიუმში ვაშინგტონში ხვდებიან ვიღაც ლუნა არის ასეთი ქალბატონი ახალგაზრდა 36 წლის მექსიკური წარმოშობის მემარჯვენე უკიდურესი უფროსი მემაცხენე სოციალისტი რომელიც ესეთ რაღაც ძალიან მწვავე რაღაცებში მონაწილეობდა და იყო კიდევაც შემჩნეული და სწორედ აი ამ ქალბატონის მიწვევით ამ ლუნას მიწვევით იმყოფებოდა ეს დელეგაცია რომელიც მეგობრობს იქ რუსეთის ელჩთან დარჩიევთან დარჩიევი პირდებოდა თურმე მას რომ დაეხმარებოდა ჯონ კენედის ყველობის საქმის გამოძიებაში თითქოს რუსულ კგბ-ს ქონია რაღაც განსაკუთრებული მასალები თურმე კენედი რომ ერთი სიტყვით აბდაობდა ძალიან ესეთი არასერიოზული დამოკიდებულება და ასევე არასერიოზულად დამთავრდა ეს ვიზიტით ამას მოყვა რუსეთში სერიოზული კრიტიკა ამ ადამიანების მიმართ იმიტომ რომ რუსეთი მოგესალმებათ
სურკოვის დროიდან მოყოლებული დუგინით დამთავრებული ეს იყო რაღაც განსაკუთრებული სუვერენიტეტი, დამოუკიდებელი გლობალური მსოფლიო მოთამაშე, რომელიც ამერიკის და ჩინეთის დონის მოპყრობას ითხოვდა და ეს ამბიციები ჰქონდა, დღეს რაღაც სასოდავად გამოიყურება ტრამპის იმედზე, პესკოვი აცხადებს, რომ როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნება, როგორც ჩვენი ოცნების თავრობის მეთაური კობახიდე, რომ ტრამპი როგორც იტყვის, ისე იქნება თუნდაც საქართველოში, ასე არ იქნება. არ იქნება, იმიტომ რომ ტრამპს გაუჩნდა ძალიან სერიოზული პრობლემები თავად რესპუბლიკურ პარტიაში. ყოველდღიურად იზრდება უკმაყოფილო სერიოზულ კონგრესმენთა, რესპუბლიკელ კონგრესმენთა რიცხვი და თუ ეს არ შეიცვლება, რასაც ახლა კონკრეტულად ტრამპი აკეთებს, თუ ის სერიოზულად არ დაждდება ევროპელ კოლეგებთან და აი 57 დასავლური სახელმწიფოს გვერდით თუ ის არ მოილაპარაკებს ნატოს წევრ ქვეყნებთან საერთო პოლიტიკაზე, საერთო მიმართებაზე ნოემბერშიც აისახება. დიახ. და შეიძლება ნოემბრამდე ძალიან შორია, ელისებურად იცვლება ეს ყველაფერი. ეხლა თქმა უნდა ეს მოქმედებს საქართველოსაც, იცით თქვენ რომ ბოლო მოვლენა რამდენიმე დღის წინ, როგორც 3-4 დღის წინ ტრამპმა აი ეს 16.024 ბრძანება, რითაც დასანქცირებულია რუსეთი, რომელიც გახდა მთავარი რუსული ეკონომიკის დამანგრეველი, შეიძლება ითქვას, გააგრძელა კიდე ერთი წლით. და ეს ავტომატურად ფინანსთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების ეს 16.024 ბრძანება არის ეს გახდა მე მკვიდრ. დიახ, უკვე მეორეჯერ აქცელებს. არ და სულ მაგის გენება შეიძლება. მეორეჯერ აქცელებს, მოსკოვში ირწმუნებიან, რომ ტრამპი ჩვენი მეგობარი, რანაირად არის მეგობარი, თუ მას კიდე ერთი წლით ამ გრევას აგრძელებს და ავტომატურად რანაირად არის ის ივანიშვილის მთავრობის მეგობარი, ვინაიდან ამ 16.024 ბრძანებით აქ ივანიშვილსაც დაკისრებული სანქცია. ანუ ეს ერთი და იგივე ბრძანებით არის, ანუ ავტომატურად ივანიშვილსაც გაუგზელდა ის სანქციები, რაც მის მილიარდებს ატევს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროდან, ავტომატურად გაუგზელდა ასე ერთი წლითაა და ანუ ტრამპი არავის მეგობარი არ არის, ტრამპი არის საერთოდ ახირებული კაცი, რომელმაც პოლიტიკაში თავისი შეიძლება ითქვას არანაირად გაუმართლებელი სტილი შემოიტანა, უხეში სავსე მეურვებელი ფორმებით, რომელიც უბრალოდ არ ამართლებს. უბრალოდ მას უკვე მოაქვს ამერიკის ხალხისთვის, ამერიკის როგორც სახელმწიფოსთვის ძალიან სერიოზული ჩრდილი და ეკონომიკური ძალიან სერიოზული ზარალის. ბოლო გათვლებით და მე ამით დავასრულებ და ადავალგე აი თემაზე დასაწყისში გითხარით და ბოლოში ჩვენ ერთად შევაჯამებთ ისევ საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების ძირითად მიმართულებებს თუ რა და ვილაპარაკებთ ტრადიციულად თუ რა გამოსავალი და რანაირი პერსპექტივა შეიძლება საქართველოს გქონდეს. მაგრამ მე მინდა თქვა ზუსტად იმაზე, რომ აი ტრამპის ასეთმა პოლიტიკამ გაუთვლელმა მოიტანა უკვე თავად ამერიკელი სპეციალისტების აზრია და დასკვნა 13 ტრილიონი დოლარის ზარალის საერთაშორისო საკრედიტო ურთიერთობებში. ეს კოლოსალური თანხაა. თუ ეს გავსე პრეცედენტი არ ყოფილა. არა, ნამდვილად ერთ თვეში ეს არის წარმოუდგენელი თანხა და თუ ეს ასე გაგრძელდა, ეს მოიტანს რეცესიას საერთაშორისოს, ეს შეიძლება მიიდეს საერთაშორისო სერიოზულ ფინანსურ კრიზისამდე, რაც პირველ რიგში ამერიკას და ამერიკელ ხალხს, ამერიკის მოსახლეობას და ასევე მთელ მსოფლიოს მოუტანს ძალიან სერიოზულ პრობლემებს. ეხლა გადავალ ბატონ თენგიზთან და მინდა ვისაუბრო მასთან, გავიხსენოთ ერთად ის უშუალოდ მონაწილე იყო ამ პროცესებისა, რაზეც არის დაფუძნებული ბატონებო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. საქართველოს ფაქტობრივად დღევანდელი კონსტიტუციას მოქმედი, იმიტომ რომ მისი პირველი მუხლის პირველ პუნქტში წერია აი ეს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი. პირდაპირ წერია, რომ ამის საფუძველზე აიგო ეს კონსტიტუცია. სუვერენიტეტი, საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობა.
თუ ეს ასეა და ეს ნამდვილად ასეა. ამაზე დიდი დოკუმენტი ჩვენ შეიძლება ჩვენ შვილებსაც მომავალში რომ ესპანელმა, არგენტინელმა, ინდოელმა, ამერიკელმა ნებისმიერმა ექსპერტმა კითხვას რაზე იგება საქართველოს დამოუკიდებლობა, რაზე ამტკიცებთ და რა დოკუმენტზე ძაღლობით ამბობთ რომ აფხაზები, ოსტები, ყველა ვინც საქართველოში ცხოვრობს ეს ეთნიკურად დიდი საქართველოს შვილები არიან და ერთი ერია რა დოკუმენტზე რა იურიდიულ დოკუმენტზე რომელიც ძალაშია და რომელსაც პატივისცემს ყველა პატივ უნდა ვცეთ ყველა მსოფლიომ ერთადერთი ასეთი დოკუმენტი ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო არის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი რომელშიც აფხაზებმაც მიიღეს მონაწილეობა სამხრეთ ოსეთის მაშინდელმა დიახ მაშინდელმა სამხრეთ ოსეთის ოლქმა მიიღო მონაწილეობა და მთელი საქართველოს ყველა ეთნიკური კუთხის ის ქართველთან, რუსებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ყველა ვინც აქ იყო რუსები მათ შორის რომელიც საქართველოს ცხოვრობდნენ მიიღო მონაწილეობა ამ რეფერენდუმში და ამ რეფერენდუმის შედეგებით მათ ხმა მისცეს საქართველოს დამოუკიდებლობას იფშინა ცხაპრის გამოცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოქვეყნდა ეს აქტი და საქართველო გახდა დემოკრატიული დამოუკიდებელი სახელმწიფო და მე მინდა ჩემი პირველი კითხვა ბატონო თეგის არის ყველაზე მთავარ მოვლენასთან რაც ამას მოყვა იმ დღესვე ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა სპეციალური აქტით ჩემო ძვირფასო გამოსა აქტი დიახ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა მიესალმა ამას ანუ რამხელა ძალა მნიშვნელობა და იურიდიული წყარო ჩვენი აღიარებისა იყო ამერიკის მიერ მაშინვე დასტური და მაშინვე მისალმება რომ საქართველო წავიდა დამოუკიდებლობის გზით და მისი ხალხი მისი ერი ფაქტობრივად მიადგა იმპერიასაც ქართული სუვერენიტეტი ქვია და დაიდო ეს დოკუმენტი რომელიც სრულიად დემოკრატიული იყო აბსოლუტურად ღიად და აბსოლუტურად არ შეუტანია დღემდე არ შეუტანია რეაქცია არა არგუმენტებიც ას ღევანდელ თუნდაც აფხაზეთის ღევანდელ აი სეპარატისტულ არ შეუტანია თამაში არ შეუტანია თა სამოჩაბლოში მოკავათებულ დღეს იგივე სეპარატული ჯგუფებს რომელიც დროებით იქ რაღაცებს განაგებენ არ მოbrunებიათ ენა რომ აქ რამე იყო დარღვა მაგრამ იქ იყო ერთი მნიშვნელოვანი რამ რადგანაც თქვენი აზრი იქნება ძალიან საინტერესო კიდე ამ ამერიკის გარდა მე მინდა რომ თქვენი შეფასება ამას ვისაუბროთ და მეორე ამ დროს გორბაჩოვი ცდილობს ჩაატაროს რუსული რეფერენდუმი საბჭოთა კავშირი პარალელურად უჭერთ თუ არა საქართველოს აფხაზეთში უჭერთ თუ არა ხას საქართველოს საქართველოს უჭერს თუ არა ხას საბჭოთა კავშირის შენარჩუნა მაგაზე მოგახსენებ აი ეს მინდა იმიტომ რომ მე ვიცი რომ დაასტრო განსახილდიან და აგზალა ის რეფერენდუმი და ჩაატარა ეს და რა თქმა უნდა მოგესალმებით მადლობა მოწესრიგეთ თქვენთან კი ვიყავ ერთხელ ახლა ყოველთვის საინტერესოა თქვენთან როგორც გეოპოლიტიკაზე ესე შეგნით ახლა მართლა უნიშნულოვანესი დღე იყო და თქვენ ამომწურავა და თქვით მე სათქმელიც არ დამიტოვეთ კაი გაგებით ამ სიტყვას მე შინა თქვენ მონაწილე ეს ყველას კუთვნილება აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს კუთვნილება უბრალოდ იქ ვიყავი იმ გუნდში ვიყავი და უბრალოდ ბედნიერება მქონდა თორე თანამონაწილე ყველა მათ შორის დღეს ეს ხალხი ვინც ამის აქტის მნიშვნელობა ესმის აბსოლუტურად ყველას ეხება ეროვნულისგან და სქესისგან დამოუკიდებლად და თქვენ კიდე განსაკუთრებით ახლა თელ ტერიტორიაზე ჩატარდა 3 მილიონზე მეტმა მიიღო მონაწილეობა მარჩენებში 3.200.000 თუ რაღაც ამდაგვარ მაშინ ბევრი ვიყავით ახლა დავიფანტეთ ძნელბედობის გამო თელ ტერიტორიაზე იყო აფხაზეთში სამი ძალიან რთული იყო სხვათა შორის ჩემი მეგობარია ემახსოვსო გუდაოთან თქვა უარი მაშინ მაგრამ ნაწილმა მიიღო მონაწილეობა გაგრაში მიიღეს ჯავა თქვა ანუ ეს ზოგადად არ მოუხდენია მას უმნიშვნელო ეს არის ხარვეზე შეიძლება ითქვას ახლა უნებრივია
ნუ მოსკოვის სპეცსამსახურები მუშაობდნენ ახლა რაზე იყო ხმად არ იქნებოდნენ, მაგრამ ამაზე მეტი ვერ მოახერხეს, ესე იგი ამაზე მეტი თუ ვერ მოახერხეს. გორბაჩოვს ჩაუშალეთ თქვენ მაშინ აქ რეფერენდუმის ჩატარება. და ძალიან საინტერესო იყო რომ მართლა მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა ლევან მესხი და ესე აფხაზეთის და სამაჩაბლოს იმას მიყვება დეტალურად როგორ იყო რანაირად ეს ყველა არ იყო ეს იავარდეთ მოფენილი ბუნებრივია ესე არ ჩაივლიდა და მართლა ზოგადად გამსახურდია თავის დაბადების დღეს იმას დაამთავრა და ეჩქარებოდა იმიტომ რომ იცოდა რომ მოსკოვის საბჭოთა კავშირის ის იყო ხო უზენაეს საბჭო თუ არ ვშტები მაშინ მან დაპირებდნენ მაგ საკითხის ასეთ დაყენებას ისინი ცდილობდნენ შენარჩუნებას საბჭოს რა თქმა უნდა და ამის ეს იყო წინა დღეს ზვიადი მიტინგზე გამოვიდა შევკრიბა ყველანი და განაცხადა ამ ფაქტის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ და რაც გრანდიოზული რაღაც გარდა იმისა რომ რაც მან მოახერხა ეს მაინც ლოკალური არის ერთი შეხედით ლოკალიზაცია ანუ ქმედებაში გადაიტანა მაგრამ გლობალური და ისტორიულმა და სამარადიანო სანამ საქართველოს იარსებებს ეგ კაცი და ეს გუნდი და ეს უზენაეს საბჭოს მთლიანად და განსაკუთრებით მისი მეთაური შევა ისტორიაში როგორც აი დარღვეული დროთა კავშირის აღდგენი ადამიანი ანუ შექსპირის ტრაგედიით რომ შექსპირის ტრაგედია ჰამლეტის რა არის მუშლილია ქვეყანა ლეგიტიმაცია დარღვეულია დედამისი იქით მამამისი გაუკვირველ ვითარებაში გარდაცვლილი თვითონ საბოლოოს ჩამოცილებული იქ მისი და იქ შეყვარებული ბიძამისი და არეული რა ანუ აი ჩვენი დღევანდელი წარმოგიდგება რა ანტილეგიტიმურობის თელეისის არის და ამის დაალაგებას ცდილობს რა ჰამლეტი მაგრამ არ გამოსდის როგორც ასეთი მაგრამ პრობლემა არის მინიშნებული რომ ეს არის უბედურება როგორც ქვეყნისთვის სახელმწიფოსთვის პიროვნებისთვის და ყველასთვის ამიტომ ამხელა წყვეტა როდესაც იყო როდესაც ძალადობრივად დაამხეს ეს 21 წლის 25 თებერვალს ხო საბჭოთა წითელმა ურდოებმა ხო მაშინ მოხდა ეს წყვეტა რა და გარკვეულწილად ესენი მოვიდნენ იმ ლოზუნგით რომ ჩვენ დამოუკიდებლობა კი არ მოვსვეთ სუვერენიტეტი კი არ მოვსვეთ არამედ ერთი სისტემა შევცვალეთ მეორეთი პროლეტარები მოვედეთ მუშურგლეხური ასე ვთქვათ სახელმწიფო ჩაანაცვლა ბურჟუაზია და ამ იმით და თორე ისე ყველაფერი კარგად იქნება არ ჯარში არ წახვალთ არ სხვის ომში არ იუმებთ არაფერი ტერიტორიებს არ დაკარგავთ და გავიდა 1-2-3 წელიწადი და როგორც შეხედა ხალხმა რომ ეს ამის საპირისპირო და 20-ში აჯანყება მიფეთქა ეს მოუმზადებელი იყო საუბედუროდ და სრული კრახი განეცადა და 37 იყო ამის ასე ვთქვათ აბსოლუტური ლიკვიდაცია რა ამ ყოველგვარი რაღაც დიდი საპროტესტო გამოხატულება მასშტაბური ყოველ შემთხვევაში თორე საპროტესტო ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება სანამ დამოუკიდებლები არ ვიქნებით და თავისუფლები აი ეს გააკეთა ზუსტად გამსახურდიამ აი ეს მოახერხა ეს შეავსო ჰამლეტისგან ასე ვთქვათ განსხვავებით და მოუპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა და თან ტერიტორიულ შემდგომ 9 აპრილი უბრალოდ იყო ამის დაგვირგვინება ამ რეფერენდუმის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ აი თვითონ ხალხი რა აბსოლუტურად ყველა ახვა რა შეიძლება ტოტალური გამარჯვება მოიპოვა რა როგორც შიგნით ოპოზიციაში მაშინ გახსოვთ რაღაც სცენა იყო რაღაც გარკვეულწილად რაღაც ორად გახლეჩილი ერთი შეხედვით მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და იქიდან კონგრესი ერქვა მაგას წარმოადგენლებს და ესენიც კი ფაქტიურად გაგებით მოეკიდნენ ამ ყველაფერს და გარდა ამისა კიდე რა მნიშვნელოვანი რა იყო რომ ეს გარეთ აღიარება რა თქმა უნდა მომენტალურად მოხდა და ჩვენ რა შეგვეძლო იცი ბატონო კოტე როგორც გამარჯვებულ პარტიას გვალმაგიდაც ხო კონსტიტუციური უმრავლესობა ხო კონდა დიახ ხო თავისუფლად შეგვეძლო გამოგვეცხადებინა დამოუკიდებლობა პარლამენტშივე თვითონ ხო ყოველგვარი რეფერენდუმებისა და როგორც ამას დღეს აკეთებს ოცნება რა თქმა უნდა თან დამახინჯებულად და სადისტურად და უკანონოდ და არალეგიტიმურად მაშინ ლეგიტიმურად შეგვეძლო მაგრამ ჩვენ რისკზე წავედით რისკი იყო ეს თვითონ რა გარანტია გაქვს რომ მოიგებ ხო მაგას გარანტია თან საბჭოთა კავშირია გასულ ელცინი
გაჩაღებული რაღაც პირველი მრავალპარტიული არჩევნები პირველი ბალტიისპირეთთან პირდაპირ ბრაზაუსკასის და ლანზებერგის კომბინაცია მოხდა პარლამენტში და იქვე მიიღეს ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი რეფერენდუმებისგან თუმცა მაგათ ჩვენთან შედარებით ის უპირატესობა ჰქონდათ რომ იმათ არავინ არ აღიარებდა საბჭოთა კავშირის იურიდიულ ნაწილად დე ფაქტო აღიარებდა იურიდიულ ამიტომ ჩვენ ამ თვალსაზრისით ორი იმათი მიეცება გაცილებით გვიან მოხდა ეს 59 წელს მოხდა და მაგ კიდევ მეორე არავინ არ აღიარებდა მაგის იურიდიულ იმიტომ ყველა მეცორა რომ მოლოტოვ-რიბენტროპის ის უკვე გამსხდარი იყო 1909 აპრილმა გახეთქა ეს იურიდიული და ეს იმის მაგერა ჩვენ გამოგვეყენებინა ბალტელებმა გამოიყენეს ეს ჩვენ ყოველთვის როგორც რაღაც ტორპედოს როლში გამოვდივართ ხოლმე სოფლიოს ისტორიაში სამწუხაროდ დივიდენდებს ჩვენ ვერ ღვობილობთ ხოლმე და ეს გავრისკეთ ჩვენ რა ეს რისკი იყო არ არის ეგ ეს რა გარანტია გაქვს რომ რაღაცას არ მოგიწყობენ რაღაცას არ ჩააგდებენ ან რა იცი რა როგორ მოხდება რანაირად მოხდება მაგრამ ძალიან დიდი უპირატესობით მოხდა აი ამის დემონსტრაცია 9 აპრილი უბრალოდ აი ამის გაფორმება იყო შეიძლება ითქვას აი ამ უდიდესი ისტორიული ასე თქვა მონოპოლარის და ჩვენ თავისუფლად დამოუკიდებლები ვართ ხო იურიდიულად ვართ ხო ეს რომ ერა კოსტავა რასაც ამბობდა შემდგომ მისი სიტყვები ჰეროიკული რომ ჩვენ შეიძლება დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ მაგრამ თავისუფლება თუ დავკარგეთ იმასაც დავკარგავთ იმ აი ახლა ზუსტად აი მაგ ზღვარზე ვართ რა მე მოვწეს კოტე ბატონო ეს კაცი პოლიტიკოსი არ იყო და ისეთ სიმძნეს ამბობდა რომ ტალეირანს და ბისმარკს და იმას შეშურდებოდა და პოლიტიკოსი ნამდვილად არ იყო თუმცა ყველაზე დიდ პოლიტიკას ისხნიდა პარადოქსალურია ის იყო თავისუფალი ადამიანი აბსოლუტური თავისუფალი ეს არის უნივერსალური ზავა აი ზუსტად იმიტომაც არის ყველაფერი საინტერესო რა თქმა უნდა და ეს წავიდა ესე და დღევანდელ ვითარებამ აი ეს ვიკარნახა რა რომ ეს არის ჰარმონიზირებული უნდა იყოს დამოუკიდებლობა თავი განუყოფელია ეს როგორც ერთ ჩამოაცილებ მეორე როგორ სული და სხეული ხო ვერ დაცილდება ერთად ხოლო სიკვდილი შემდეგ ცილდება ხო ესეა ხო სანამ დედამიწაზე ხარ ამის ჰარმონიზაცია უნდა მოახდინო ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი დანიშნულება როგორც ქვეყანა ისე პიროვნება დიდი მადლობა. ჩვენ დავუბრუნდებით ამ თემას, მე თქვენ დაგებრუნდებით ცოტა ხანში და ნახეთ ეს არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა. მე მინდა რომ ერთად განვიხილოთ თქვენთან ერთად რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს დღეს ამას ამ 31 მარტის ამ იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც დღესაც ძალაშია. თორემ რომ კონსტიტუცია იწყება ჩვენი ამით იწყება, იქ წერია პირდაპირ რომ კონსტიტუცია ეხება სუვერენიტეტი ქვეყნის ეხება ამ აქტს. და რანაირად შეიძლება დღეს ამ პრობლემებს დაუკავშირდეს და რა გამოსავალია თქვენთან ერთად ამას განვიხილოთ. უბრალოდ მე ჩემს ჩამოყალიბება როგორც იურისტი ამასთან დაკავშირებით მე ამ დროს როდესაც თქვენ ამას იძით თქონდა გაგვიდებით ყურადღებით, მაგრამ მე ამ დროს არ ვარ პოლიტიკაში, მუშაობ პროკურატურაში. ცენტრალურ აპარატში საკმაოდ მაღალი თანამდებობა მომიჭირავს სასამართლოების სამართლოს უფროსი ვიყავი და კოლეგიის წევრი. და რატო იხსენება ახლა ამას? ამ პერიოდში იქნა დაბატიმრებული ტორეს კულუმბეგოვი. მახსოვს ოსეთის ლიდერი. რომელმაც ძალიან სერიოზული როლი შეიტანა მაშინ და სახელმწიფო დანაშაული ჩაიდინა პრინციპში, რომ გააღალვა ფაქტობრივად ის ადგილობრივი აქტები, რასაც მოყვა ძალიან სერიოზული ექსცესები. და ეს ტორეს კულუმბეგოვი მაშინ საქართველოს სპეცდამსახურებმა დააკავეს. გადმოსული იყო ის რაღაც საუბრებს ატარებდა მაშინ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოხდა მისი დაკავება. მე თქვენს მონამორჩილს როგორც ეს ჩემი სამმართველო იყო ერთ-ერთი თავარი, იმიტომ რომ ეს უზენაეს სასამართლოში, მაშინ უზენაეს სასამართლოში პირველი ინსტანციით იხილავდნენ ყველა სერიოზულ საქმეს და ჩემი პროკურორი ღებულობდნენ უზენაეს სასამართლოში ორი სიტყვით გასაგები რა იყოს მოქალაქეისთვის. მაგრამ რადგან ეს კულუმბეგოვი იყო, რადგან ეს მართლაც საოცარი დონის საქმე იყო იმ დროს, უცებ მიგენია. მე პირადად მომიწია, მე ვიყავი პროკურორი, ესე ვთქვათ, სახელმწიფო ბრალდებელი ამ საქმეზე. ზედამხედველი ფაქტობრივად. მე პროცესი გამოდიოდი. და პროცესზე სახელმწიფოს სახელით უმტკიცებდი მას რა ჩაიწერა. მაგრამ მას იცავდა ორი ევროპელი
ბრიტანელი ადვოკატი ეს მოსკოვიდან აუყვანეს. ძალიან სერიოზული ჩემი ვიზავები ასე თქვა. ვიზავი. ხო და მე არასოდეს არ დამოვიწყდება ეს პროცესი. ეს იყო სერიოზული საჯარო მოსამართლე იყო ადები. ეს დაუკონკრეტეთ ვადები. როდის სტარტდებოდა ეს და ხო? ეს არის ის პერიოდი, ზუსტად ის პერიოდი, როდესაც ზიად გამსახურდია ეს პერიოდია, როდესაც მინერალს ეს პროცესი, რა ეს სამხრეთ ოსეთში ეს პროცესები და ოღონდ მე ეს რეფერენდუმი გამოცხადებულია. რამდენიმე კი, რა თქმა უნდა, რეფერენდუმი გამოცხადებულია, რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა, ანუ ეს პროცესი გაგრძელდა, ეს ბევრი ტომი, ეს იყო ძალიან სერიოზული საქმე, თვეები გაგრძელდა მოკლედ ეს. ამასობაში ასე თქვათ, საქართველოში მოხდა ეს უბედურება, რასაც სამხედრო გადატრიალება ერქვა და ამათ დაამხეს გამსახურდიას ხელისუფლება, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ უზენაეს სასამართლოში. ეს პროცესი დამთავრდა სახელმწიფოს ქართული სახელმწიფოს სრული ესე ვთქვათ იურისდიქციული დოკუმენტით ანუ განაჩენით იმიტომ რომ აქ საჯარო ხო გითხარით იმას ორი ძალიან ცნობილი ბრიტანელი ადვოკატი იცავდა მას მიესაჯა მრავალწლიანი პატიმრობა სახელმწიფო დანაშაულით ჩადა ამის გარდა ჯაბა იოსელიანმა გაუღო კარი ჩასვა გამოუშვა ეს იყო ხაინდრავა და ესენეც მაშინ მონაწილეობდნენ აქტიურად. ხო გახსოვთ, ხო იყო ეს. მე მონაწილეობდი, მე კინაღა იმ ფაქტი მივიღა, მის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში უპირისპირდებოდი ამ საკითხს. დედაღამე არ მეძინა, ხო, ახალგაზრდა ვიყავით 34 ეს თქვენ ამ დროს იბრძვით იმ ფრონტ. მეულად ამას ვიხსენებ, რა რომ მე პოლიტიკაში არა ვარ, მე იურისტი ვარ, პროკურორი ვარ, ახალგაზრდა ვარ ამ დროს. მაგრამ ნახეთ რა მოხდა. მე ფაქტიურად გამინახევრა მაშინ მთელი ენთუზიაზმი, მაგრამ თუ ასე შეიძლება, რომ უზენაეს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების გამო ვიღაც კაცი ავტომატიანი თუ რაღაც იძახის რომ მე ეს ვარ და აღებს ციხის კარს და ამათაც ბატონო კოტე, კარგით რა, უნდა გაგაჩეროთ, მოდიში რა. მე დავათარებ არს და კი ბატონო ზუსტად იმიტომ დავამთავრე ხო. ამის გამო ვიმკით დღეს ბევრ მართლა იცით, აი ეს ყველაფერი ერთად გახდა წყვეტის სამართლებრივი წყვეტის საფუძველი. ჩვენ დღეს რას გვჭირს, რაც ქვია მოგებულებას ასაც დღეს ოცნების სახელმწიფო. ჩვენ რაც მივიღეთ ეუთოსგან, ხო იქ რა წერია, რომ არალეგიტიმურია. ამან გამწვავა ეს მიჭმალული იყო თითქოს ეს წყვეტა ის რომ მთელი იმ ხელისუფლების გამსახურდიას აი ამ რეფერენდუმის შემდეგ სრულიად ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის შემდეგ წარმოშული ეს წყვეტა დღეს 24 წელს საბოლოოდ რომ ამათ თავზე დაიხეს კონსტიტუცია და საშინელები და ეს უკვე ეუთოს დოკუმენტში წერია და შეიძლება ჰააგის მსჯელობის საგანის გახდეს სასამართლო. ამან დღეს იქამდე გამწვავა, რომ დღეს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს ლეგიტიმურობას, ხელისუფლებას არც ცნობს არავინ. არც ევროპა, არც ამერიკა, არც აზია, ავსტრალია და არავინ. და მაგას ესმენდა თქვენ. მე მინდა გადმოვიდეთ თქვენთან და მივიდეთ ახლა ერთად იმჯელოთ ამაზე. რანაირად შეიძლება ამ ძალიან დიდი ხარვეზის დავარქვათ ასე. მაგრამ სინამდვილეში უბედურებს რას გვჭირს, რომ ეს ლეგიტიმაცია სადაც არის, ხო? იმ რეფერენდუმის შანტარებელ ხელისუფლებას ჰქონდა ეს ლეგიტიმაცია. გაწყდა საბედნიეროდ ამ მოვლენის დღეს იმ ლეგიტიმაციის მფლობელი ინდივიდები თქვენ ცოცხლები და სასალამათები ხართ ბევრი უმეტესობა ხო სანამ ხართ ეს კეთილი ის გამოთქვა რა ბერკეტი შეიძლება არსებობდეს ბატონო თენგიზ რომ ის რაც თქვენ გაქვთ გადმოსცეთ დღევანდელ თაობას დღევანდელ საქართველოს რა თქმა უნდა ამას არჩევნები დაჭირდება ისე დაახლოებით სიტყვით მაგრამ აი რა ბერკეტი შეიძლება არსებობდეს რომ ეს თქვენი თქვენში არსებული ლეგიტიმაცია გადასცეთ საქართველოს იმ ახალ არჩეულ ხელისუფლებას რომ ეს ლეგიტიმაცია აღვადგინოთ და ეს სოფლიოსთვის არ იყოს კითხვის ნიშანი საკამათო დიახ და საკამათო მე უბრალოდ იმიტომ გითხარით რა ჩართვა მინდოდა რომ ჯაბა იოსელიანს თავისით არ მიუღია ეს გადაწყვეტილება ბატონო კოტე ეს ახლა პატარა ბავშვებისთვის ღაპრებია თქვენც კარგად იცით ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება
ეს მართველი ისიც იყო სიგუა კიტოვანი და შემდგომ ალბათ სამხედრო საბჭო რა თქმა უნდა სამხედრო საბჭო იყო აი ზუსტად თქვენ არ მახსოვს როდის გამოვიდა მე არ მახსოვს აი ეს შევარნაძე იმდენად ტკივნეული იყო ჩემთვის ეს შემოუერთ და მაშინ გააყო ეს კარები ზუსტად რაც არ მახსოვს ზუსტად მე ზუსტად არ ვიცი რა თუმცა არა დიდი მნიშვნელობა ამის ნახვა შეიძლება სამმა კაცმა გამოუშვა თუ 4 კაცმა მნიშვნელობა არ აქვს არანაირი მნიშვნელობა მაგას არ აქვს რაც არ უნდა დიდი ავტორი უბრალოდ გავლენა ჯავაიოსენეს მაშინ ძალიან დიდი იყო კი ქონდა მაგრამ ამათგან უკითხავად სამხედრო საბჭოთან კანონმა ადამიანებისგან და ვერ მიიღებდა და მაშინ კიდე ეს ბეთკრული ეს არსებობდა თუ არა სახელმწიფო საბჭო თუ არსებობდა მაგ დროს ეს დასადგე ეს კარგი რაღაც გამახსენეთ მე ამას ამოვჩიჩქნი აუცილებლად მაგრამ ზოგადად რაც მახსოვს ზოგად ფარგლებში არ მეშლება საშინელება ჩემთვის როგორც იურისტისთვის მაშინ დაიწყო რღვევა სწორედ ამ ლეგიტიმაციას ამას რა უძღოდა რო გამსახურდი არის ფაშისტი კაცმოძულე ეთნიკური იმის გამჩაღებელი და სასწაულია რა ამ დროს უზენაესმა სასამართლომ შეძლო ჩვენ ერთად შევძელით იმ ბრიტანელი იურისტების თვალწინ დაგვემტკიცებია რომ ქართული სახელმწიფო მოქმედებდა სრული თავისი კონსტიტუციის თავისი უფლებების და თავისი სახელმწიფოების დაცვის ფარგლებში ეს დავამტკიცეთ ფაშისტი რო ყოფილიყო თქვენ მოიგებთ დავამტკიცეთ თქვენ როგორ მოიგებთ კაცო რა არის კაცი უღებს კაცს ამ სახელმწიფო დანიშნა ამ ერის ბატონო კოტე უბედურება რა არის პიროვნების ზიზღი გადააქვთ სახელმწიფო კრიზისში არ არის ეს ხაინდრავას ესე დაემართა ამიტომაც ვამბობ რომ იმას სიგუას ესე დაემართა კიტოვას ესე დაემართა ამიტომ გვაქვს ჭის ახლა ეს აი ლეგიტიმაცია მე მოდი მაყურებელს ალბათ აინტერესებს გამოსავალზე გამოსავალს აუცილებლად რა გამოსავალი ბატონო თენგი გამოსავალი ჯერ უპირველეს ყოვლისა ფორმულას გეტყვით, ორეს ეტყვით, კონსტიტუციური გადატრიალების შედეგების ლიკვიდაცია უნდა მოხდეს. ეს არის ფორმულა. ამ ფორმულას როგორ გავიაზრებთ? სახელმწიფო თავისი ინსტიტუტებით, იურიდიული, მოქალაქეობრივი, ინსტიტუციონალური. ამას ერთი დიდი შეთანხმება ჭირდება ქართული, მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. ხო, რა თქმა უნდა, აქ დღევანდელი ხელისუფლებას უნდა მონაწილეობდეს ჩემი აზრით. აუცილებლად. ამაში აუცილებლად და ეს საერთო კონსენსუსი ჭირდება ამას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. ამ ლეგიტიმაციის გასაღები ბეჭედი მოდი ვთქვათ ასე, თქვენგან. აი აქ როგორ ფიქრობთ თქვენ? აი აქ მე და თქვენ გვილაპარაკია ბევრი ამის შესახებ და საბედნიეროდ სრული თანხმდება გაქვთ თქვენთან. როგორც ასეთი იშვიათად რო ადამიანი რომელიც უზენაეს საბჭოში არ არის და არ იყო ყოველ შემთხვევაში თუმცა არსებითად შეგნით არის ეს ფასეულობებში სოფხედულობაში და იურისდიქციაში და ეს რო აუცილებელია კონსტიტუციის გადარჩენის ლიკვიდაცია ეს ძალიან კარგად გესმის თქვენი მიათედის სხვებს ესმოდეთ თუმცა უნდა ვთქვა რომ ყველა შემდგომ არალეგიტიმურ ხელისუფლებაში თითქმის მონაწილეობდა თავრობის წევრი ვიყავ, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი ჩემთვის, რომ ჯანსაღად შეგნებოდა. თუნდაც დღევანდელ მე ვაღიარებ თქვენთან ერთად, ჩემ ტელემაყურებელთან ერთად, რომ მე თვითონ მზად ვარ შევაფასო ყველა ეს ჩემი სტომილებებიც გია, რომ ეს იყო კოჭლი ლეგიტიმაციის მქონე და არის დღემდე კოჭლი ლეგიტიმაციის მქონე, სანამ ეს არ გასწორდება. ნამდვილად და ამ სიტყვებისთვისაც მადლობა და ბევრი გეტყვით მადლობას, ვისაც საღი აზრი და სწორი ხედვა გააჩნია. ჩემი აზრით გამოსავალი დიალოგშია რა. კონვენტი, როგორც ასეთი ცნობილი ის არის, ხო, მოგეხსენებათ? ამხობილი და დღევანდელი ის ერთად რო ხდება კონვენტი, ანუ შეთანხმება, აი ამ თვალსაზრისით, ხდება მოვლენების სწორი შეფასება, ოღონდ აქ ამას იძულებით ვერ გააკეთებინებ. ეს განსაკუთრებით დღევანდელ ხელისუფლებას ეხება, რომელიც კეთილდღეობისა და რაღაც კრიმინალური ფანტაზიის გარდა სხვა არაფერი არ დარჩენია საუბედუროდ. თუმცა ვისურვებდი რომ ამისგან განთავისუფლებულიყვნენ. ამიტომ აი ესეთი შეთანხმება აუცილებელია კონვენტი დამხობილსა და იმას შორის როგორ უნდა მოხდეს ამის აღდგენა როგორც ასეთი როგორ უნდა მოხდეს აი ამ დარღვეულ დროთა კავშირის აღდგენა ეს უნდა მოხდეს ძალიან ისეთი ჯგუფები უნდა შეიქმნას საკმაოდ ისეთი სერიოზული ერთმა მხარემ უნდა აღიაროს ეს
გარდა ამისა, ის მოქმედი ესენებიც იყო, მე ამას ადრე ამ თემებზე რაღაც გარკვეული დროით მქონდა რაღაც შეხებები და საპარლამენტო ასამბლეაც კი იყო გარკვეული იური ვაზაგაშვილის ოფისში სხვათა შორის შულმკვდარი მშობლების ოფისში ჩამოყალიბდა და საკმაოდ წინ წავიწიეთ, მაგრამ შემდგომ უკვე ესენი მოვიდნენ და ყველაფერი ასე ვთქვათ გადაყარეს. გადაშურის ეს ხელისუფლება მე მახსოვს ერთ-ერთ პირობად მაშინ ხალხს პირდებოდა რომ გამსახურდიას კვლელობის საქმეს გამოიძიებდნენ რომ აი ამ ფაქტობრივად წყვეტის იურიდიულ და ესეთ ფაქტებს დაადებდნენ და მე დავიწყოთ ეს ყველაფერი. არა, მე ნუ გადააგდეს. არ გიქნება თუ გაიხსენებენ ახლა. გადააგდეს და ეს რითი დამთავრდა, კაცო, გარკვეულწილად სპიკერის მოადგილება შეიყვანეს 2 თუ 3 კაცი უზენაეს საბჭოდან და ამით ფაქტიურად ხელი დაიბანეს პილატესავით, რა შეიძლება. არის ხო ესე? ახლა ხო არ დავასახელებ ახლა. კი, არა, მონდომება, აი მე მინდა ისიც გავიხსენო რომ შევარდნაძის დროსაც კი იყო, მე მაგალითად მე თქვენი მონამორჩილი ვიყავი, სწორედ აი შევარდნაძის უშიშროების საბჭოს ინიციატივით მაშინ მე დამევალა რატომ შემარჩიეს მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი და მე დავწერე დასკვნა ერთად გამოუშვეს პეტრე გელბახიანი ალთანძე დოკვაძე და ადამიანი რომელსაც 16 წელი ჰქონდათ მიჯილი შევარდნაძის წინააღმდეგ ტერორისტული აქციის მოწყობის გამო და ისინი განთავისუფლა უზენაესმა საბჭომ ჩემი დასკვნით მე დავწერე დასკვნა მაშინ ანუ ესე საკითხი იყო მიმართული შელბილებისკენ ასე ვთქვათ ამ მე სააკაშვილის დროს შეიქმნა პარლამენტში თუ გახსოვთ სპეციალური რაღაც მომრიგებელი თუ შეთანხმებელი კომისია მაღლაფერიძე ვასიკო მაღლაფერიძე იყო მახსოვს ამე და მაშინაც ძალიან ბევრი რაღაც ნაბიჯები მაგრამ მაშინაც ესები დამთავრდა არა ნახეთ მაშინაც ასე დამთავრდა რომ აი აბსტანტზე ესენი შეიყვანეს მთავრობაში ადგილები იყიდეს რა შეიძლება ითქვას ეს რაღაცა ხო ზვიად ძიძიგურის რაღაცა ჯგუფი მოხდა ვიცე-სპიკერი გახდა. სხვა შორის ნიკა გვარავი ამ ჯგუფში იყო. კი ბატონო, მახსოვს როგორ აი ამ ჯგუფში ეკახაკუკავანი გამოვიყენდა იყო. ხო. პრაქტიკულად ეს ყველაფერი ასეთი რაღაცა ნახევრად პრაგმატული ნაბიჯებით რბილდებოდა ეს სიტყვა ვიხმაროთ, ხო, კორექტულად. მაგრამ ამათი მოსვლის შემდეგ 24 წლის არჩევნების სერიოზულმა გაყალბებამ და ეუთოს ამ დასკვნამ ეს ყველაფერი გაამწვავა და გააშიშვლა და გააცხელა ახლა იქამდე რომ თუ ლეგიტიმაცია არ მოხდა ამ ხელისუფლების ცნობის რამე აი მე როგორც საკმაოდ გამოცდილი იურის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ხედვა რომ რამე საშველი აქედან სხვა გალდა ახალი არჩევნებისა ოღონდ აი კონვენტის საფუძველზე თუ მე მკითხავს კაცი როგორც ქართული ისტორიის საკმაოდ დავიბრალებ სამართლის ისტორია მიყვარს ძალიან ჩემი ხობია აბედულად შეგიძლია აი გავიხსენებდი რას იცით ეს წვეტა ასეთი მარტო ახლა არ არის მაგალითად თამარ მეფის შემდგომი პერიოდი ჩვენი უდიდესი მეფის და ტერმინსაც ვისესხებდი თამარ მეფისგან დარბაზზე ხო თამარს ყოლდა უდიდესი დარბაზი აქ დროებდნენ ეს როთი გვაქვს მე წუთი გვაქვს და ნახეთ საინტერესო მოვლენა იყო მაშინ ძალიან საინტერესო სხვაობით თუ დროა თამარის ხოდა ჩემი თხოვნა რომ სანამ დაასრულეთ მე განცხადება მე და ერთ წუთი კი ბატონო კი ბატონო თამარის ორი შვილი ორი დავითი დაშა გიორგის და რუსუდანის შვილები რომელთაც დიდი ბაბუის დავით მეოთხის დავით აღმაშენებლის სახელი ერქვა დიახ ხო ერთი ბეთკული მოვლენების გამო დაიკარგა სავალ სპასეთში და არავინ არ იცოდა ნუ ვიღაც ამბობდა რომ ციხეშია ვიღაც ამბობდა რომ მოკლულია დავით მეხუთეზე ხოლო მეორე დავით მეექვსე რუსუდანმა ეს სამწუხაროდ მონღოლების ბატონობის პერიოდია პირველი წლები მათი აღზევება უკვე ახაც ბატონობენ და გააგზავნა ულან-ბატორში რომ მემკვიდრედ გამოეცხადებიათ რადგან დავითი დაკარგული იყო მეხუთე და ისიც დაიკარგა არაფერი ახლა მაშინ მობილური არ იყო მოგესწრებათ ხო ნუ რაც ცნობები უნდა მოსულიყო დიდებულები მიყვებოდნენ რაღაცები და მოხდა წყვეტა ისე აი რაზედაც ლაპარაკობთ ახლა იგივე პრობლემები იყო მაშინ იგივე ბებიან ხო მე-12 საუკუნის მეორე ნახევარია დიდებულები ჭობენ ამ დარბაზში რაქნან და ვინაიდან ეს ულან-ბატორში გაგზავნილი რუსუდანის შვილი დავითი არჩანს და ნუ ჩათვალეს რომ დაიღუპა რომ წლები გავიდა და არაფერი არ იციან
ამ დიდებულებს გაუჩნდათ ესეთი აზრი, რომ მოძებონ დავით მეხუთე, ანუ ლაშა გიორგიშვილი, რომელიც არის ცნობები, რომ თურქეთში შეიძლება იყოს ცოცხალი. მიავლენენ მაშინ ძალიან ესეთ გავლენიან ადამიანებს და იპოვიან ჩვენო ამაღლებელმა ცოტა სპეცსამსახურები მოკლედ. იპოვიან ამ შვილს ლაშა გიორგის ჩამოყავთ ის თბილისში ამასობაში რუსუდანი გარდაიცვალა ის ვერ მოეცო თავის შვილის შესახებ ამას და გაამზადებენ დავით მეხუთეს ულანბატორში გაამგზავრებენ რომ აღიაროს ყაენმა საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდება რომ დავით მეხუთე ცოცხალია თუ რომის იმპერია გაეროს ამდენი უფლება არ აქვს იმას რო ქონდა ეს რუსუდანის შვილი ცოცხალია თურმე და ულანბატორშია და ნახეთ რა გამოსავალი მოძებნა მაშინ საქართველოს და მონღოლეთის მაშინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ ორივე იყავით მეფენიო ერთ დაარქვა დავით ულუ ანუ უფროსი მონღოლურად ლაშა გიორგიშვილს მეორეს დავით ნარინი უმცროსი მონღოლურად ისევ და ეს ორი მეფე უკვე ხელდასმული ოფიციალური და აღდგა ეს ლეგიტიმაცია ქართული წყვეტა თუ მე სამოქალაქო კონფრონტაციას ამით დარბაზმა მაშინდელმა დარბაზმა ეს შეძლო სამოქალაქო დავარქვა დღესაც ეროვნული დარბაზი ამას ქართული არ გვინდა კონვენტი და უცხოური სახელი უფრო გასაგებია თამარის ჩვენი უდიდესი მეფის ჩვენი მართლაც ღვთისმოსილის რომელსაც სალადინი აღიარებდა ბატონო მე ვარ აღმოსავლეთში და რომელსაც მთელი მსოფლიო მაშინდელი ბრიტანეთი ჩათვლით ძალიან დიდ პატივს ევდარით როგორც ჯვაროსნული ომების დროს ის გამოკვეთილი მოკავშირე იყო ევროპის ხო თამარ მეფე თამარ მეფის გზას გავყვეთ აი ის დარბაზი დავარქვათ დღევანდელი ხელისუფლების თქვენი საბჭოსი დანარჩენი ხელისუფლებების შუაში წარმომადგენლებს გოლები შუალედურებ გოლები ეკნება მათი წარმომადგენლები დავარქვათ ამას ერთი დიდი ეროვნული დარბაზი ეს იქნება ერთი დიდი ერთიანობა საქართველოში საოცარი რომელსაც მთელი ჩვენი მოსახლეობა მიესალმება და მიესალმება ყველა ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და აღვადგინოთ ახლა თქვენ გისმენთ ხო, ესეთნაირად ამაზე თქვენ პირდაპირ გეტყვით, რომ მოგიწევთ უფრო ფართოდ გაშლა ამის და ამის კაი გაგვებით იდეოლოგიურ, ასე ვთქვათ, საბურვაში ამის გახვევა და წარდგენა და ჟაბას მე სხვა გზას ვერ ხედავ და მადლობა ამისთვის არა მარტო მეგეუნებით, არამედ ვინც მოგისმენს. წინასწარ დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზამ უნდა გაიმართოს, როგორც ასეთი იყო, ამას შედება დიდი ეროვნული თანხმობა დაახლოებით იცი როგორია, აი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვა რო იყო. დიახ, აი მანდრო იყო. კარგი შედარება. აი მანდრო იყო გაერთიანებული, ასე თქვა, საქართველოს დიდი ხანია მე მერაბ კოსტავას დაკრძალვა მახსოვს, ვიადგამსახურდიას დაკრძალვა. ეს იყო ნათელი წერტილი უდაო. აი როდესაც ერი მართლა თავის თავში პოულობს რა, კოლექტიური არაცნობიერი იუნგს. იქ გამოჩნდა რომ ჩვენ ეს გვინდა. ჩვენ გვინდა და ჩვენ ვარ დიდი კულტურის, ცივილიზაციის სულიერების და სხვადასხვა რაღაც ზეგარდმო ძალებთან თანამოძიებნა. ანუ რაღაცა დიდი რაღაცა დიდი ორგანული ამაზე დიდი პატრიარქის გაცილება იყო უზარმაზარი მოვლენა, მაგრამ ამაზე დიდი თუ ვიპოვოთ ამ წყვეტის აღდი რა უნდა იყოს ქართული ეს რაც თქვენა თქვით კიდევ ვიმეორებ ეს არ შეიძლება პატრიარქის ინსტიტუტს ვიადგამსახურდიას დაკრძალვა თუ რაღაც გადაიზადოს პრივატიზაციაში და რაღაც უკაცრავად რუსულად ვიტყვი რა ძიშოვი რაღაც ესეთი მდარე მდაბიო რაღაც მეებში რა პრივატიზაციებში ეს არის ყოველად დაუშვებელი ერი როდესაც ნებას თავის ამხელა სტიქიურად ასე ისეთი კულტურით ცივილურად გამოხატავს ამას გაგრძელება ჭირდება დინამიკაში მოხდეს ამაზე დიდი რაღაც რას თქვენ ბრძანეთ ახლა რაზეც ვლაპარაკობთ და წარსულიც იყო კიდევ იმეორებ ასეთი მცდელობები მაგრამ აუცილებელია ამის განსხეულება თანამედროვე მოდი ვთქვათ ის კოსმეტიკური ჩვენ შევეხეთ ამ რაღაცა სადღაც დაინიშნა ვიღაცასთან ეს ამაზე არ ლაპარაკობთ ახლა არავის ასად დანიშნავზე არ ლაპარაკობთ ქართული ერის ინტერესებზე ლაპარაკობთ და მის გადარჩენაზე და მის ასაკ ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის ადგენაზე ვლაპარაკობ კალაპოჩი დაბრუნებაზე ვლაპარაკობ საწყისებში დაბრუნებაზე ვლაპარაკობ და ხვალე ბატონო კოტე
თქვენს დაპატეჟებული ხართ რა თქმა უნდა. მადლობა, ვიცი კი. ჩვენ ვაწყობთ უფრო სწორედ ეროვნულ გამანთავისუფლებრივი მოძრაობის მნიშვნელოვანი ნაწილი უზენაეს საბჭოსთან, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები ვაკეთებთ აი ამ 31 მარტის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ეს არის ბიბლიოთეკის საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში ცენტრალურში 6 საათზე და აი აქ იქნება მათ შორის თქვენი მოსმენაც რა თქმა უნდა აუცილებელია მივესალმებით ყველა იმ ადამიანის გამოსვლას რომლისთვისაც სახელმწიფოებრივი და 31 მარტის იდეალები და მისი მნიშვნელობა და მისი რეზონანსი ცნობილია ყველასთვის და ავეცე იქნება კიდე ესეთი სხვა ჯგუფიც იქნება ბატონი ნოდარ დუმბაძეშვილი ცნობილი იურისტია ძალიან ესეთი ადამიანი კონსტიტუციონალისტი მისი წარმოდგენაც იქნება და იქნება ძალიან ესეთი სტუმრები რომლებიც ამ სახელმწიფოებრივი იდეებით იქნებიან ასე ვთქვათ გაჩენილი და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ მოვნახავთ გასაღებს რა ჩვენ გავაგზავნებთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ამ თემებს ნიუანსები ჭირდება გამთლიანება ჭირდება და ეს მონოლითური შედუღაბება ჭირდება რაც ერმა აი ილია მეორეს ასე ვთქვათ გასვენების დროს ანახა ეს მაგრამ რაღაც შეუდარებელი რაღაცა იყო რა ეს ამას ხშირად დაუბრუნდება ქართული ერი რა ამ იდეას და იმედი მაქვს რომ მისი ყველაზე დიდი პატივისცემა ეს კი არ იქნება მარტო წარსულში ვიყო და რაღაც ესენი ვაჩვენოთ და ახლა ზოგიერთი მედროვე როგორ გააცნობს კონსტანტინოპოლის პატრიარქს ვიღათ მედროვე ადამიანს რომელსაც საერთოდ პოლიტიკაში ძალიან შორს არის და ამით პრივატიზაციას ახდენს იდეას არაფერი არ გამოუვა ამიტომ ჯობია აი როგორ ზვიად გამსახურდია ხო ძალიან დიდი რაღაცა გააკეთა 31 მარტის რეფერენდუმი ბატონო კოტე გაგახსენეთ და 9 აპრილი ვის მიუძღვნა ზვიად გამსახურდიას გარდაცვლილ სულებს მიუძღვნა და ზევიდან რომ დავხარიანო და გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს დაახლოებით რაც მერაბ კოსტავო 9 აპრილზე რო თქვა დაახლოებით იგივე შინაარსის სულისკვეთების და იგივე ტონალობის და იგივე რიტმის და იგივე ფილოსოფიის გამოსვლა იყო სახელმწიფოებრივ რამში თუ გინდა შენ გარდაცვლილ ადამიანს პატივისცე პატივიეცი არა პრივატიზაციით არა მაქინაციებით და რაღაც ფსევდოპოლიტიკით არამედ სახელმწიფოებრივი ზე ეროვნული თანხმობები და ამ შეკრული მონოლითები და დიდი სულიერებით ეს არის გზა უკვდავების მარადიულობის და წინსulis დიდი მადლობა ბატონო თენგიზ ძალიან საინტერესო იყო მე ვფიქრობ რომ მაყურებლისთვისაც ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა ეს თემები ამ თემებზე ჩვენ ბევრჯერ მოგვიწევს საუბარი მე საერთოდ თვლი რომ თქვენთან ერთად მინდა ხმამაღალი ფიქრის წესი თქვა რომ ალბათ მომავალში გაერთიანებული საორგანიზაციო კომიტეტით შეიქმნება რომელშიც რა თქმა უნდა ამ ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა იყოს ამაზე ვილაპარაკეთ ბატონო წუთში ყველა დონის ხელისუფლების დამოუკიდებელი საქართველოსი ადამიანები უნდა მონაწილეობდნენ ამაში რომ ერთი დიდი საერთო თანხმობის დარბაზი შეიქმნას რომელიც დანიშნავს მომავალ არჩევნებს ძალიან დიდი მადლობა მე მგონი საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა მე ჩემო თვითფასო ტელემაყურებელ რადგან კვირის პოლიტიკურ ანალიზს მინდა დავუბრუნდე ჩვენ გადა იმისა რომ ეს კოჭილი ლეგიტიმაციის საკითხი დაგვიდგა ძალიან მწვავედ ჩვენ გულად დღეს ვიმყოფებით აი იმ საომარი მოქმედების ზონაში პატიგაგებით რასაც შუა აღმოსავლეთი ქვია შუა აღმოსავლეთი უფრო ფართეცნება და ახლო აღმოსავლეთი როგორ რუსები ეძახიან ხელოვნურად და ჩვენ პრაქტიკულად აი ამ დიდი გაგებით შუა აღმოსავლეთის ამ ნახევარსფეროში აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ნაწილი ვართ რომ შავი ზღვა არის ხმელთაშუა ზღვის დიდი აუზის ნაწილი მნიშვნელოვანი ძალიან სერიოზული მდგენელი და სწორედ აი ის რომ აქ ამერიკის წარმომადგენელი წაიყვანეს ყოლებში ამ ხელისუფლებამ აჩვენებდნენ რომ თითქოს იქ რაღაცა კეთდება ის რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად იმეორებს რომ ტრამპთან დალაგდებიან ამ სიტყვას იმიტომ რომ პუტინის ამას იმეორებს ხო რომ ჩვენ ტრამპთან ვლაგდებით და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი იმიტომ რომ იქ არის ამერიკული ინტერესები რომ არ ემთხვევა გავს იქიდანაც რომ აგერ გაუგზელეს ის სანქციების საქართველოსაც გაუგზელეს ავტომატურად
ამიტომ ერთიანობა მე ამით მინდა დავასრულო, რომ რაზედაც ვისაუბრეთ ბატონ თეგისთან ერთად, როგორც არასოდეს საქართველოს ამ გაჭირვების ჟამს, ან ძალიან ბევრი ხიფათის ჟამს, მარტო რომ დაიძრას 95 მილიონიანი ქვეყანა, რომელიც ჩვენთან არის, წალეკავს ყველაფერს. ტოლვილების ნაკადი და ისინი სომხების მეშვეობით თუნდაც რუსეთისკენ რო წავიდნენ, საქართველოს გარდა სხვა გზა არ აქვს, აზერბაიჯანთან არ აქვს კაი ურთიერთობა. ხო, აი ამისთვისაც ანუ ჩვენ გვჭირდება ეროვნული, როგორც არასდროს ეროვნული ერთობა, ერთად დგომა და თემა არის ეს, რომ აღვადგინოთ კიდევაც ქართული იურისდიქცია, გაწყვეტილი ლეგიტიმატია და თანაც ვიყოთ ერთად და დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი. დიდი მადლობა. ასევე 10 წუთში დაგებრუნდებით ბატონ კოტესთან ერთად გადაცემაში.